ღმერთმა დაგუცოთ კვლავ და გაგაგრძლიეროთ. დღევანდელი ზიარება ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ღმერთთან მიახლოებისა. ეს არის მისტიკური, სულიერი წინსვლა ადამიანის შინაგანი ზრდა, შინაგანი თანხმობა. ღვთისმსადიდებლად, სულის სასხმოვნებლად ცხოვრებისა. რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს მიწიერი ცხოვრება და მძიმეა ეს მიწიერი ცხოვრება. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა წინააღმდეგობებით იყოს სავსე, არ უნდა დაგვეცეს, რომ ჩვენ შინაგანი სიმართლე არ უნდა დავკარგოთ. შინაგანი თანხმობა არ უნდა დავწყარგოთ ღმერთთან. რომ ვამბობთ ქრისტიანს ჩვენ შორის და ჩვენ ვამბობთ ამას და ქრისტიანს ჩვენ შორის და ჩვენ ვართ ქრისტეში. ეს არის მხოლოდ რაღაც სიმბოლური გამონათქვამი, ალეგორია, ეს არის რეალობის კონსტატაცია. ეს შინაგანი სიმართლე, შინაგანი თანხმობა, შინაგანი მყოფობა ღმერთში, რომელიც ერთადერთი ჩვენი ცხოვრების საწყისი და ბოლო დამამტკიცებელი საბუთია, მე ვიტყოდი, სულიერიც, ემოციონალურიც და ხორციელიც, ღმერთის ჩვენში მყოფობისა და ჩვენი ღმერთში მყოფობისა ყველა ასპექტში. აი ეს სულიერი მყოფობა ჩვენში უნდა იყოს აზრით და სიტყვით და საქმით გამოვლინებული. მიუხედავად და ესეც უნდა იყოს და ესეც იქნება და დაშვებულია და ესეც უნდა იყოს უამრავი ხილული თუ ხილავი წინააღმდეგობებისა და ბრძოლებისა. ეს აუცილებლად იქნება და მადლობა ღმერთს ამისათვისაც, იმიტომ რომ წინააღმდეგობების მიუხედავად და წინააღმდეგობების გამო და მათი ასე ვთქვათ დახმარებით სიმბოლურად რომ ვთქვათ, ჩვენ სულიერად, ემოციონალურად და ასე შემდეგ სხვა კიდევ პარამეტრებით ვიზრდებით და უფრო მეტი და ძლიერი ვხდებით და არა ვსუსტებით და ჩაჩანაკდებით და ვღატაკდებით და უბადრუგი ვხდებით. ნუ იქნება ეს პირიქით. ყველა სულიერი მიუხედავად ნეგატიური გამოცდილებისა, ყველა სულიერი ნეგატივის მიუხედავად ჩვენ პირიქით პოზიტივში ვტკიცდებით. ჭრილი სინათლეზე მიგვიდიდებს. სინათლეში შესულნი ჩვენ ვტკიცდებით და მიყვებით ნათელო ქრისტე ნათელო ჭეშმარიტ, რომელიც განაერთებდა წმინდა ყოვლისა გასამომავალსა სოფლად. აი ამ ნათელს მიყვებით და მეტაფიზიკურ კომპასს არ ვკარგავთ და მისკენ მივისწრაფით. და მუდამ უკეთესი უნდა გავხდეთ ვიდრე ვართ და არა უარესი ვიდრე ვართ. იქნება ეს ხო? გლოცავ და გისურვებთ რომ ამ ყოველგვარ სიკეთეში, სიმტკიცეში, სიყვარულში ყოფილიყავით. დღევანდელი კიდევ ზიარება, კიდევ ერთი ნაბიჯი, მცირედ წინსვლის კიდევ ერთი კომპონენტი, ერთი ვექტორი, ერთი ნაბიჯი, ერთი პარამეტრი, ერთი სულიერი ინტერვალი ყოფილიყოს ღმერთთან ქრისტეში ყოფობისა და ამასაც ვადასტურებ და ვამბობთ კიდევაც. ქრისტე არის ჩვენ შორის.